საღამოშიდობის და ძვირფასო ტელემაყურებლებო ეთერშია გადაცემა ნაცნობის სახეები. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ცნობილი პედაგოგი, მეცხრე სკოლის დირექტორი ქალბატონი ცირა ჯაჯანიძე. ბიოგრაფიული შტრიხები. ქალბატონი ცირა ჯაჯანიძე დაიბადა ქალაქ გორში 1953 წელს. 1959 წელს გორის ნომერ 1 საშუალო სკოლა დაამთავრა. 1965 წელს კი გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, წარმოების საფუძვლების სპეციალობით. 1965 წელს შექმნა ოჯახი, მისი მეუღლე ჯუმბერ ჩიკაძე. 1966 წელს პირველი ვაჟიშვილი ალექსანდრე შეეძინა. 1967 წელს კი მეორე ვაჟი მიშიკო. 1966 წლიდან მეცხრე სკოლაში იწყებს მუშაობას, ჯერ ფიზიკის მასწავლებლად, ხოლო შემდეგ სკოლის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. სულ ახლახანს მას მიანიჭეს ღირსების ორდენი. ქალბატონ ცირას ჩვენ შევხვდით ჭავჭავაძის ქუჩის ნომერ 93-ში მდებარე საკუთარ ორსართულიან სახლში. საუბარი ქალბატონ ცირასთან წარსულის გახსენებით დავიწყეთ. იმ პერიოდით, რომელიც ყველა ადამიანს ლამაზად და ბედნიერად ახსენდება. ქალბატონ ცირა, საინტერესოა როგორი ბავშვი იყავით და რას გაიხსენებთ თქვენი ბავშვობის პერიოდიდან? ბავშვობაში ძალიან ჭკვიანი, კარგი მოწაფე ვიყავი. ძალიან აქტიური პიონერი, ძალიან აქტიური კომკავშირელი. რაზმული საბჭოს თავმჯდომარეც ვიყავი. კომკავშირის მდივანიც, ყველაფერი მჯეროდა და ყველაფერი მწამდა. სკოლის პერიოდში ადრე გადამეცვალა მამა, 11 წელს ვიყავი, მაშინ გარდაიცვალა და ძალიან ვცდილობდით, რომ დედასამურთ გომოდით გვერდში. რომ გაჭირობა არ მიგვიგზავნა, იმიტომ დედა საკმაოდ მშრომელი ქალი იყო, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობდით, მეც და ჩემი უფროსი დაც, რომ დედას უნდა გომოდით გვერდში. დავამთავრეთ, პირველივე წელიწადს მოვეწყვეთ ინსტიტუტში და შორეშორის აი პედაგოგად მეც და ჩემი და ორივენი პედაგოგები ვართ. და აი პედაგოგად ჩვენი გადაწყვეტილება რომ პედაგოგები გამختارიყავით, ალბათ მამაზედაც იყო დამოკიდებული, იმიტომ რომ მამას ძალიან უყვარდა წიგნების ყიდვა და წიგნების წარწერების გაკეთება და ძალიან ხშირად გვიკეთებდა ხოლმე ასეთ წარწერას, რომ ვისურვებდი, რომ კარგი პედაგოგები გამოსულიყავით და რა ვიცი, მე მგონი შევასრულეთ მამის სურვილი. ალბათ ჩადებული იყო რაღაცა ჩვენშიც, რომ ეს სურვილი ჩვენს გაგვიჩნდა და დღეს ახლა არჩევა რო იყოს პროფესიის, ალბათ ის პედაგოგობას ავარჩევთ, იმიტომ რომ ნამდვილად ვფიქრობთ, რომ ეს ჩემი ადგილია და ასევე ჩემი დაწორივენი ის თბილისში მოღვაწეობს, მე აქ ჩვენ სკოლებს ურთიერთობა აქვს 54 სკოლასთან და ქალბატონი ცირა ბავშვობიდან ოცნებობდა პედაგოგობაზე, თუმცა მის პროფესიულ არჩევას მამის წინადადებებმაც შეუწყო ხელი. იგი თავის ამ გადაწყვეტილებას არ ნანობს. პირიქით წარსულში დაბრუნების შანსი რომ ჰქონდა, კვლავ პედაგოგობას მოიცურვებდა. მეცხრე სკოლაში საკმაოდ დიდი ხანია რაც მუშაობს. ამ სკოლასთანაა დაკავშირებული მისი ცხოვრებისეული ტკბილი მოგონებებით. შესანიშნავი ურთიერთობა აქვს როგორც კოლეგებთან, ასევე მოსწავლე ახალგაზრდებასთანაც. არის სკოლაში ჩატარებული უამრავი ღონისძიების, ლამაზი საღამოების ორგანიზატორი. სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა დროს მეცხრე სკოლის მოსწავლეებს არაერთხელ უსახელებიათ თავი როგორც ინტელექტუალურ თამაშებში, ასევე მრავალფეროვანი სახის კონკურსებსა და შეჯიბრებებზე. ის ფაქტი, რომ დღეს მეცხრე სკოლის დირექტორია, მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. იყო დრო, როცა სკოლამ და კოლექტივმა მას ცხოვრების ხელახლა დაწყების სურვილი დაუბრუნა. ამიტომ ქალბატონ ცირას ამ სკოლის თითოეული ქვა, თითოეული კენჭიც კი უყვარს და ეს სიტყვები მას ხმამაღალ ნათქვამად სულაც არ მიაჩნია. რას ნიშნავს თქვენთვის თქვენი სამსახური? 21 წლის დავამთავრე ფაქტიურად ინსტიტუტი. და ფაქტიურად მუშაობა პირდაპირ მეცხრე სკოლაში დავიწყე და დღეს 60 წლისა ვარ. ესე მეცხრე სკოლაში მუშაობ. ასე იგი მაღალი სიტყვებისთვის ნამდვილად არ ვამბობ. მაგრამ მე ჩემი სკოლის თითოეული ქვა მეყვარს, თითოეული კენჭი მეყვარს. იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება მაგ გაიარა და რას ნიშნავს სკოლა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ მე ნამდვილად ვამბობ, თუ კი მე დღეს ადამიანი ვარ და თუ კი მე დღეს მოქმედებ და მუშაობ, ეს ჩემი სკოლის დამსახურება, იმიტომ რომ მე ძალიან ძიმე წლები გავიარე ჩემ შვილთან დაკავშირებით და სკოლამ გადამარჩინა სკოლამ, ჩემმა ახსასდებლებმა
ჩემმა კოლეგებმა. მე ყველანაირად ვცდილობდი, რომ ჩემი სკოლისათვის და ჩემი ახსასდელებისთვის და კოლეგებისთვის შემწუხარებ თავს არ მომაგვია. და მე ძალიან ბევრი ღონისძიების ორგანიზატორი ძანდებით სკოლაში. ვცდილობდი. მე და ჩემი კოლეგებიც მარტო კაციო ჭამაში ზბრალია და სკოლაში მარტო თუ შენი კოლეგების იმედი არ აგაგდა. ვერაფრის გაკეთება არ შეიძლება მარტო. მე და ჩემი კოლეგებიც ყველანაირად ვცდილობთ ვიმუშაოთ ისე როგორც დღევანდელი სკოლა მოითხოვს. მე თუ მეტეს დღეს სახელმწიფო სკოლას დიდი კონკურენცია გაუჩნდა არასამთავრობო არასახელმწიფო სკოლებისაგან. ამიტომ თუ რაღაც ახალი არ შექმენ და თუ რაღაც ახალი არ გააკეთე, სკოლა ისე სხვანაირად ვერ იარსებებს. გორსა და გორის რაიონში პირველი ჰუმანიტარული პროფილის კლასები გავსენით ჩვენ და რესპუბლიკაში პირველი ეკონომიკური პროფილის კლასები გავსენით. ჩვენ პროექტი ჩავიტანეთ თბილისში, ზუსტად ასე გითხრეს, რომ ეკონომიკის სწავლების პილოტირებას ეხლა ვიწყებთ და ჩვენ უკვე რამდენი ფაქტიურად 23 წელიწადია, რაც სკოლაში საბუღალტრო აღრიცხვას ვასწავლეთ და სწორედ იმის ბაზაზე გავხსენით ეკონომიკური პროფილის კლასები. ძალიან პოპულარულები ვართ მე-11 კლასებში ჰუმანიტარული პროფილის კლასები. აი ძალიან არ გვინდა ესეთი მრავალრიცხოვანი კლასები რო გაიხსნას, მაგრამ დღესაც ვაბრუნებთ ხალხს უკან, რომ ნამდვილად არ აქვს ფიზიკურად ადგილი, რომ ჩავრიცხოთ ბავშვები. მოდიან სხვადასხვა სკოლიდან მოსწავლეები. ქალბატონმა ცირა ჯაჯანიძე ოჯახი 1965 წელს შექმნა. მისი მეუღლე ბატონი ჯუმბერ ჩიტაძე, რომელიც პროფესიით მანქანათმშენებელია. ბატონი ჯუმბერი თურმე ქალბატონ ცირას მასწავლებელი ყოფილა. სწორედ ამ ამპლუაში გაიცნო მან თავისი მომავალი მეუღლე. ქალბატონი ცირა ისევე როგორც სხვა სტუდენტი გოგონები თურმე ეპრანჭებოდა კიდეც თავის ახალგაზრდა მასწავლებლას. მისადმი სიმპათიის იგრძნობა კი მას შემდეგ გაუჩნდა, როდესაც ბატონმა ჯუმბერმა ურთულესი ამოცანა უსწრაფესად ამოხსნა. ამ გადასახედიდან, როგორც ქალბატონი ცირა ჩვენთან საუბარში ამბობს, იგი თავისი არჩევანით არც შემცდარა. როგორ შექმნით ოჯახი და როგორ გაიცანეთ თქვენი მეუღლე? ოჯახი შორის ინსტიტუტში რომ ვსწავლობდი, მე ვსწავლობდი დავამთავრე ფიზიკა წარმოების საფუძვლები. და გვასწავლეს ფაქტიურად წარმოების ყველა დარგის ელემენტები. და მათ შორის მანქანათმშენებლობასაც ვსწავლობდი და მანქანათმშენებლობა ჩემმა მეუღლემ მასწავლა. მაშინ გავიცანით ჩემი მეუღლე. სხვათა შორის მარტო მე არა გოგონები ვეპრანჭებოდით კიდევაც. მე მოხდა ისე რომ თქვენ დაადით თვალით თუ უფრო როგორ იყო და მე მუშაობა პირველად დავიწყე ბავშვთა ტექნიკურ სადგურში პარალელურად მეცხრე სკოლისა და იქ მოდიოდა ხოლმე ხშირად ინსტიტუტის პერიოდში პრაქტიკულად ეს ნაბიჯი არ იყო და მე აი ბავშვთა ტექნიკური სადგურიდან უფრო დავახლოვდით. და როგორ მომეწონა მაინტერესებს ძალიან. ხოლმე ძალიან ეს მაინტერესებს. ერთხელ ჟურნალი იყო ეს მეცნიერება და ტექნიკა. და ეს საინტერესო ამოცანა იყო. მაშინ და ძალიან დიდი ჟაბას იყო, რომ ეს ამოცანა გადაგვეწყვიტა. ვერ გადავწყვიტე და ამ დროს მოვიდა ჩემი მეუღლე. და ისიც შეერთო ამ საქმეში და გადაწყვიტა ეს ამოცანა და მე ძალიან მომეწონა. აი ესე იყო. არმინიანია ძალიან ჭკვიანი. გვაქვს ისე ურთიერთობა, რომ ერთმანეთს უგებთ. ეს დიდი მწუხარებაც ერთად გადავიტანეთ და ცხოვრობთ ასე. კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა ხოლმე. ჯერ მთავარი ინჟინერი იყო, მერე დირექტორიც იყო, მაგრამ ახლა უჯარო გენერალს ვეძახი, იმიტომ რომ ინსტიტუტი პრაქტიკულად დღევანდელმა ცხოვრებამ შეიწირა. აი, ეხლა სულ დაკავებული ხართ ხო ფაქტიურად სკოლაში, სულ საქმიანად, აი საოჯახო საქმეებს როგორ უთავსებთ, როგორ ახერხებთ? რა არის იცით, ეს არ არის რთული. მთავარია დროის განაწილება, თორე ეხლა პრაქტიკულად ამ წუთში ჩემი ოჯახი 3 წევრისაგან შედგება და
ისეთი დიდი დაწვევა ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც უფრო მეტიც ვიყავით და მეტი საქმეც იყო. დედაც მყავდა 25 წელიწადი მძიმე ავადმყოფი იყო დედა, მაგრამ თუ დროს გაანაწილებ შეიძლება ყველაფრის გაკეთება. ისე რომ არც საქმეს დააკლო, შეიძლება შენ თავს დააკლო ცოტა რაღაცა, თორე ისე შეთავსება შეიძლება. ქალბატონი მცირე კარგი კულინარი აღმოჩნდა. მისი მერე დამზადებული სადილები ძალიან უყვართ მის ქმართულს, განსაკუთრებით გემრიელად თურმე შავხარჯოს ამზადებს. ისინი ამ ცხრობის დამზადება არ ყვარებია, თუმცა ქართულ ტრადიციული სადილების მომზადება საუკეთესოდ ეხება. კარგი კულინარი კლასაზე ვერ გეტყვით, ნამცხრობი ცოტა მოვიკოჭლებ, მაგრამ ამბობენ რომ სადილები გემრიელი გამომდის. განსაკუთრებით რომელ საჭიროა ხოლმე რომელ ასე დედაჩემისგან ვიცი შავი ხარჩვი. კვადრატით კეთდება ძალიან გემრიელი გამოდის. ძალიან საინტერესოა. ხო და საფირმო ბლუდას უძახიან ჩემსას. ამხანაგებით რომ მოდიან ჩემი შვილისა და რაღაცა მოსწონთ. ძალიან კარგი გვასწავლეთ ჩვენს მერე ხო? სამწილებზე. თუ მეუღლე გეხმარებათ რამეს ოჯახში? ძირითადად ბაზართან ურთიერთობაში. ხო, თორე ისე საოჯახო საქმეებს უწევ მე. ხეივანი გვაქვს იმას მეუღლე უვლის და დანარჩენი გრჩება თავისუფალი დრო, ესეც დაკავებული ხართ. თავისუფალი დრო იცით თუ თავისუფალი დრო მაქვს, იმასაც პრაქტიკულად ისევ სკოლის საკითხებზე მუშაობთ, იმიტომ რომ რაღაც წრის მეცადინეობაა გასაკეთებელი თუ რაღაც იმაზე ვფიქრობ. ყველაზე მეტად ღამე მიყვარს ფიქრი. რომ ესე იგი რა შეიძლება რომ გავაკეთო. იმიტომ რომ ალბათ ჩემი პირადი ცხოვრებაც ისე ეწყო რომ ასე უფრო ხდება, იმიტომ რომ მე შვილები მყავდეს, ალბათ ამდენი დრო არ მექნება საფიქრებლად, სხვა რაღაცაზე უფრო ვიფიქრებთ. ახლა თელი ჩემი ცხოვრება, ჩემი სკოლა ერთი და იგივე ერთ ბარაში გადის ყველაფერი ოჯახით სკოლა. ქალბატონ მცირე ჯაჯანიძეს პირველი ვაჟი ალექსანდრე 1966 წელს შეეძინა. პატარა ალექსანდრეს დაბადება უბედნიერისი თარიღი იყო მის ცხოვრებაში. სამწუხაროდ ამ ახალგაზრდა ვაჟკაცის სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა. იგი 27 წლის ასაკში აფხაზეთის ომში დაიღუპა. მისი მეორე ვაჟი მიშიკო 1967 წელს დაიბადა, რომელიც ამჟამად გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელია. იგი ისეთი დაკავებულია, რომ სახლში იშვიათად იმყოფება. ჩვენ ვერ შევძელით შევხვედროდით ქალბატონ მცირეს ოჯახის წევრებს. ხიდზე მატარა. არ დარჩენილა ის ნოემბრის შიმშილობიდან დაწყებული, 88 წლიდან დაწყებული. პრაქტიკულად ყველა ესეთი სერიოზული ღონისძიების მონაწილე იყო. ჩემი შვილის ამხანაგებიც ერთხელ ისე მახსოვს საკმაოდ რთული ვითარება იყო და მე უთხარი რომ რა თქვენ და წავიდეთ, რატო რაღა ჩვენ და რატო სხვა და რატო ჩვენ არა. აფხაზეთშიაც გვიან წავიდა 22 სექტემბერი იყო უკვე. პრაქტიკულად ყველა გრძნობდა რომ სოხუმი განწირული იყო. მაგრამ არ გავაცილე იქ ოფისში იყო თავისი და იქიდან ზუსტად ასეთი სიტყვებით მითხრა მე რო უკვე წამოვედი კიბეებზე მოვდიოდი და გია не умирают. იქაც ამბობენ რომ სიმღერით მოგვდაო. ესე იგი გადმოცემით ასე მითხრეს რომ როცა პილოტი და კაბინიდან გამოვიდა და გამოიტანა ამბავი რომ თვითმფრინავი უკვე უნდა დაღუპულიყო და ვისაც შეგიძლიათ გადაერჩითო თვითონ არ გადმოხდა. თვითონ სალონში შევიდა სადაც მეგობრები იყვნენ და ამბობენ რომ სიმღერით შევიდა მაღლაც შეემაფრინო ამას მკრავდა. რაც შეეხება მიშიკოს საქმიანობას. როგორ საქმიანობა? მიშიკო საკმაოდ გვიანი ბიჭია. თავიდანვე ასე აირჩია რომ არასამთავრობო მიმართულებით წავიდა.
აკეთებს თავის საქმეს, მოსწონს თავის საქმე, თვითონ კმაყოფილია. გამომიცხადეთ და მე მდიდარი არასოდეს ვიქნები. ხო, სულ ნამდვილად კმაყოფილი ვიქნები თუ დაუჯახდება კიდევაც, იმიტომ რომ ყველაფერს თავის დრო აქვს, 60 წლის ქალი კი უნდა იყოს ბებია. ნამდვილად იქნები მალე დარწმუნებული. მერთმა ქნას. ამ გადასახედიდან რა მითით დასამახსოვრებელი ფაქტი ხომ არ გააცნით, თუნდაც სასიამოვნო შემთხვევას ან კურიოზულ ფაქტს, რომელიც ახლა გახსენდება თუნდაც სტუდენტობიდან, თუნდაც ბავშვობიდან. სკოლაში კურიოზები საკმაოდ ბევრია. სასიამოვნო ფაქტებიც ბევრია. იცით, აი ამ კურიოზებზე მეტად მე რომ ყველაზე ძალიან მიჭირდა მაშინ ქალაქში კავენის ბუმი იყო და მე ზუსტად ასე ვიფიქრე რომ არავინ არ უნდა იფიქროს რომ თვითონ მწუხარეა და სკოლას ხელს არ უწყობს და ისეთ კარგად არც ერთხელ არ გამოვსულ ვართ ჩვენ როგორც მაშინ პირველ ადგილზე გავედით ეს ფოტოშოპის ბიუჯეტი პირველ ადგილზე და რა მახსოვს იცით კარგად გაიმარჯვებდნენ თუ არა მე ვერ მივდიოდი მაშინ ჯერ დარბაზში საწყერად პირველი წელი იყო და ბავშვები ერთმანეთს ასწრებდნენ რომ ვინ პირველი დამირეკავდა და ვინ პირველი მეტყოდა რომ ჩვენ ცირამასალობელო ამ ტურში გავიმარჯვეთ ეს იცით ნამდვილად სასიამოვნოდ მახსენდება იმიტომ რომ ბავშვებიც ძალიან განიცდიდნენ ამას ყველაფერს ბევრი კარგი ბავშვი ყავს სკოლაში და თორე იმის მერე მოვიარეთ მოსიძის ადრა როდის დიახ რეგიონში პირველი ადგილი ავიღეთ იქ ვიყავით იქ პირველ ადგილზე ვერ გეტყვით მაგრამ მეოთხე მეხუთე ადგილი გავიყავით თბილისის პირველ გიმნაზიასთან ერთად ისე რომ მაინც არ ქონდა თული შედეგები მთელი რესპუბლიკა მონაწილეობდა ცისარტყელა ასეთი ორგანიზაცია თბილისისა იქაც აგვაქვს მონაწილეობა მიღებული იქაც მოვიპოვეთ ალგეთის საგზურები მაგრამ რა ვიცი მე მშობლებმა აღარ გაუშვეს ბავშვები ისე რომ ვცდილობთ რომ მონაწილეობა მივიღოთ ბევრი რამე ვფიქრობთ რომ გავაკეთოთ სამომავლოდ უახლოესი გეგმა რა გაგვიყვება სამომავლოდ უახლოესი გეგმა 2 წელიწადი ჩვენ ყველაზე განაპირა ადგილები მოვიარეთ რესპუბლიკაში ვიყავით ჯავახეთში სომხურ დასახლებაში მოქცეულ ქართულ სოფელ ჩუნჩხაში დიახ იმის შემდეგ მიწვეულები ვიყავით ლეჩხუმში სოფელ ზუბში ახლა წელს ძალიან გვინდა რომ ისინი ჩვენ მოვიწვიოთ თბილისის 54 სკოლასთან ერთად იმიტომ რომ უნდა კარგავ ძველსა გზასაო ხო ისინი ძველი მეგობრები არიან და აი ესე გვინდა ყოველ წელიწად ჩვენ მოსწავლის დღეებს ვატარებთ სკოლაში და ახლა ჩვენ ასეთი სახით გვინდა რომ მოსწავლის დღეებზე ესეთ ეს ხალხი მოვიწვიოთ რა ვიცი მე მგონი ლამაზი ღონისძიება გამოგვიყვება რასაც იქნება რას უსურვებთ ჩვენი რეგიონის მოსახლეობას პირველ რიგში მშვიდობა ქალბატონ ცირას განსაკუთრებულად აქვს შენახული ბაბოის ნაჩუქარი ნივთები ორიგინალური ჭადრაკი უძველესი გამოცემის წიგნები ვეფხვის ყალსანი და დონ კიხოტი ამ ოთახში განთავსებული ნივთები თითქმის ყველაფერი ქალბატონ ცირას და ბატონი ჯუმბერის შენაძენია ცირა ჯაჯანიძე რეგიონის მოსახლეობას მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მას წამს რომ მომავალი ჩვენი ქვეყნისა უკეთესი და ლამაზი იქნება ის უამრავ ღონისძიებას გეგმავს და თვლის რომ მისი შესაძლებლობები ჯერ არ ამოწურულა ქალბატონ ცირას ბევრი რამ აქვს კიდევ გასაკეთებელი ბევრი რამ აქვს მოსაწყრები მომავალი თაობების საკეთილდღეოს ჩვენ რა თქმა უნდა წარმატებებს ვუსურვებთ მას მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაში რას უსურვებთ რეგიონის მოსახლეობას პირველ რიგში მშვიდობას მშვიდ ცხოვრებას ესეთი ძალიან დამუხტულია ქვეყანა დღეს პოლიტიკური ვითარება საკმაოდ სერიოზულია და ქართველები ალბათ მაინც უფრო მშვიდი ხალხი ვართ და ამიტომ აი სიმშვიდეს და გაგებით შეხვედრას ყველაფერს ემოციების აკულა არავის არ არგებს ბედნიერებას სიხარულს გამრავლება და გამრავლება
უსურვებდი კიდევ იმას, რომ აი მე სკოლის გადასახედიდან კიდე იმას ვამბობ, რომ კარგი მოსწავლეები დაწაფებულები არიან, რომ კარგად ისწავლონ უცხოება. სურვილი აქვს წასვლის. უნდა წავიდნენ, რა თქმა უნდა ნახონ. ქვეყანა უნდა ისწავლონ, რაც მეც ისწავლენ ის, მაგრამ აი ეს დარჩენის სურვილი არ უნდა გაუჩნდეთ აქ. ისეთი ცხოვრება გქონდეს, რომ ყველა ის წასული ახალგაზრდა, რომლებიც მართლა ძალიან ბევრი კარგი წავიდა, იქიდან იქნება უკან დაგვიბრუნდეს. აი იმ წუთში ჩვენი სამი მოსწავლე სორბონის უნივერსიტეტშია. არიან ნიუ-იორკში, ბევრი არის წასული და აი ისეთი ცხოვრება დამდგარიყოს, რომ ამათ საქართველოსკენ მოუწევდათ გული და ბრუნდებოდნენ. ამით ჩვენი გადაცემა დასრულდა. ძვირფასოწერლი მაყურებლები, ჩვენ ერთ კვირაში კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და ისევ თქვენთვის საინტერესო ნაცნობ სახეს წარმოგიდგეთ. კარგად ზანდებოდეთ.